მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგესწრებით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით იქნება აქცია ჩემ დღესთან დაკავშირებით და 50%-იან ფასდაკლებას მიიღებთ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით, ასე რომ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე, მომწეროთ ნომერზე, რომელსაც მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ. და ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნა იყო, რომ ახალ ურთიერთობაზე გამიკეთებინა გაშლა. და მოდით გავაკეთოთ ახალი ურთიერთობა და რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან ისეთ ვარიანტებად ვაკეთებ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ყველასთან ერთნაირად არ არის ხო სიტუაციები, ამიტომ ცოტა თქვენი ინტუიციაც საით გაგიყვანთ. ამიტომ მოდით გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი, ანუ ეხა რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, რა ენერგიებში ხართ, ვნახოთ, მერე რა ხდება თქვენს ურთიერთობაში და მერე ვნახოთ პერსპექტივები განვითარების, ხო? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, შეიძლება არ ჩანს კარგად, ცოტა შავი მაძრა, ამიტომ ვნახოთ ესეთი ნათელი. პირველი ვარიანტი იყოს ყვითელი სანთელი, მეორე ვარიანტი იყოს წითელი სანთელი. ესე მგონი ჩანს კარგად. პირველი ვარიანტი არის ყვითელი, მეორე ვარიანტი არის წითელი. თქვენ ჩაიფიქრეთ, რომელი ვარიანტი გინდათ, ინტუიცია რომელ ვარიანტს გიკარნახებთ და ვნახოთ ეხლა რა მდგომარეობაში ხართ, რა ენერგიებში ხართ, რა სიტუაციაა და რა პერსპექტივები აქვს თქვენს ურთიერთობას. იმედი აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, მე მეორე ვარიანტს გადავდებ. და ვნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია ესეთი ყვითელი სანთელი, რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ რაღაცა მოლოდინის რეჟიმი გაქვთ ჩართული, თითქოს რაღაცნაირად ელოდებით სიტუაციას, როგორ განვითარდება, ხო, აი რაღაც იცით როგორ მომენტია, თითქოს შეიძლება ითქვას, რომ აქ ახალი ურთიერთობა, მაგრამ თითქოს აი ამ ახალ ურთიერთობას იმედის თვალით შეხუროთ, ხო, რაღაცა საინტერესო უნდა მოხდეს. ერთი მხრივ ესე ცოტა ისეთი ინფორმაციას უნდა, შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს ახალი, რომელსაც თქვათ ძალიან დიდი ხანი აკვირდებოდით ამ ადამიანს და თქვათ მოგწონდათ ხო თქვენთან, როგორც იქნა გადმოდგა ამ ადამიანმა რაღაცა ნაბიჯი, რატომღაც ეს მომენტიც მომდის აქ. ეს არის ემოციების მოლოდინი, ეს არის რაღაცა ისეთი ახალი ეტაპის მდგომარეობა და მაგრამ ცოტა რაღაცა შეფერხებები ჩანს, ხო? ნახეთ, თქვენი ენერგიებში არის მოლოდინი, ემოციური რაღაცა სისავსე, ინტერესი, მაგრამ ცოტა რაღაცა პრობლემებს ვხედავთ. ნუ შესაბამისად, იმიტომაც გვაინტერესებს, ხო? როგორ განვითარდება. კარგით, ნახოთ კონკრეტულად რა სიტუაციაა ეხლა თქვენთან, რა ხდება ეხლა თქვენს ურთიერთობაში, კონკრეტულად რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. ხო, აქ რაღაცა სტაბილურობა მივიღეთ, რაღაცა მოხდა ისე, რომ ემოციები დაიწყო, ემოციები რაღაც შევძინეთ ერთმანეთს, მაგრამ გავჩერდით, ხო, რაღაცნაირად აღარ ვაგრძელებთ სიტუაციას, აღარ ვაგრძელებთ იმ მდგომარეობას, რასაც ქვია სხვა ეტაპზე გასვლა. შესაძლებელია, რომ აქ მიუხედავად, რომ ახალი ემოციებია და ახალი ენერგიები არის, რაღაცა პაუზაც კი აიღეთ ურთიერთობაში, როგორც ასეთი, იმიტომაც ხართ ესეთ ცოტა სიმძიმეს, იმიტომ უყურებთ ამ სიტუაციას, ანუ პაუზა იმისთვის, რომ განვითარდეს თუ არა. თქვენს ურთიერთობაში რა შეიძლება ითქვას, იცით რა არის, ნახეთ აქ მარტო ხართ ესე. აი აქ როგორი მომენტია, აქ შესაძლებელია, რომ იყოს ცოტა ისეთი სიტუაციაც სამსახურებრივ რომანს რო ვეძახით, ან რაღაცა ესეთი კავშირიც გაკავშირებთ, რაღაცა რაც საქმესთან დაკავშირებით არის და ნახეთ როგორი მომენტი არის, აი რა ხდება თქვენ შორის, მიხვედით რაღაცა ურთიერთობამდე, მაგრამ გაჩერდა, ხო, აღარ ვითარდება რაღაცა მეტისკენ.
აი ამ სტაბილურობას ვეგუებით, ამ სტაბილურობაში გავჩერდით და არ ვცდილობთ იმისთვის, რომ რაღაცა თითქოს სამყარო სადაც წაიყვანს რაღაცა ესეთ სიტუაციას ვხედავ აქ. მე კიდე რა ხდება ურთიერთობაში. ნახეთ, აქ კიდე ეს მომენტია, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. აქ შესაძლებელია, რომ ადამიანს თქვენ მხარეს იყოს სიტუაცია ისეთი, რომ ორ ადამიანს შორის გიწევდეთ რაღაცა არჩევანის გაკეთებას, თითქოს ესეთი მდგომარეობაც მოდის, არა მას, არამედ თქვენ. ხო, აქ რაღაცნაირად არის ეს მომენტებიც, რომ თქვენი მხრიდან არის აქ რაღაც სიტუაცია, სადაც გიწევთ არჩევანის გაკეთება, რატომღაც ეს ვარიანტი ჯობია თუ ის ვარიანტი, შეიძლება ეს მომენტიც იყოს, ხო, ან რაღაცა ადამიანს ერთი ადამიანი უფრო მეტად მოსწონს და უნდა რომ იქ განვითარდეს სიტუაცია, მაგრამ ამავდროულად ჩდება მეორე ადამიანი, რომელიც პირიქით უფრო ცდილობს, რომ განავითაროს ურთიერთობა და უკვე ადამიანი ვთქვათ იჭრება, ხო, თქვენ შორის არის რაღაცა ესეთი ცოტა გაურკვეველი მდგომარეობა, რომელსაც სამკუთხედი ქვია, თქო, ცოტა ესეთია, მაგრამ აქ არჩევანის წინაშე გახართ აშკარად. და აი ეს მომენტიც არის, რომ აი იმიტომაც შეიძლება პაუზის მდგომარეობაც აიღეთ ურთიერთობაში, რომ აი რაღაცა გადავხედოთ სიტუაციას, რა, როგორ, რანაირად, ხო, აქ არის რაღაცა ესეთი მომენტები, რომელიც გვაძლევს მაგის საშუალებას, აი რაღაც ანუ შეხვედით ციხში, შეხვედით რაღაცა ცოტა ისეთ დაკიდებულ პოზიციაში, ალბათ რაღაც ესე ვთქვათ, გაურკვეველ პოზიციაში და ნუ ახლა უკვე აღარ იცით, ხო, არჩევანი საით გააკეთეთ. შეიძლება ხო გონით ადამიანმა აიღო პაუზა ურთიერთობაში დასაფიქრებლად რაღაცა სად მიდის ეს ურთიერთობა და ამ დროს თქვენ უკვე რაღაცა ფიქრობთ იმას, რომ მე მგონი არ ღირს ხო ეს ადამიანი და ხო არ ჯობია ის, ვინც თქვათ ჩემთვის უფრო მეტ ემოციას იმეტებს, იმასთან ვიყო, ხო, არის ესეთი შემთხვევებიც ხომ. ნუ ყოველ შემთხვევაში მხარეს აქვს არჩევანი. აიგეთ, ნახოთ აბა როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა და გადმოხდა. ეცეთ რა ურთიერთობის განვითარება აქ ურთიერთობის განვითარების მდგომარეობა ცოტა ისეთი სიტუაცია არის. ნახეთ, მაქსიმუმ აქ ურთიერთობის განვითარება შესაძლებელია იყოს ემოციური მდგომარეობა, მსუბუქი მდგომარეობა, მაგრამ აქ როგორც ჩანს ვერ იღებთ გადაწყვეტილებას, საერთოდ მე მგონი თქვენც ბოლომდე არ ხართ ჩამოყალიბებული, რომელი მხარე გინდათ. თან არის როგორი მომენტი, თვით აქ ბოლომდე ნდობის ფაქტორი არ გაქვთ, არც თქვენ, არც მას, როგორც ჩანს და ამიტომ განვითარებასთან მიმართებაში ცოტა კითხვის ნიშნები ნამდვილად ძალიან ბევრი დგას, თუმცა აქ ალბათ უფრო ვიტყოდი, რომ ურთიერთობის შანსი, რომელიც გქონდათ, რომელიც შეიძლებოდა რომ რაღაცა კარგი ურთიერთობა გამოსულიყო, სასიამოვნო ურთიერთობა გამოსულიყო, წინ წასულიყავით, მე ვხედავ, რომ აქ არის ტყუილების მომენტი, აქ არის დაფარული მდგომარეობის მომენტი, შეიძლება თუ ადამიანი გავიდა აქ რაღაცა ტაიმ-აუტზე, მან იცის, რომ ვიღაცა სხვაც არსებობს, რომელიც ვთქვათ, გეარშიყებათ, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც ფლირტის დონეზე არის და თქვენ მასაც რაღაცა აქცევთ ყურადღებას, ხო, რაღაცა გრძნობს ამ ენერგიას და ფიქრობს, რომ რაღაცას ატყუებს შეიძლება და ამიტომ განვითარების კუთხით ადამიანი თulis, რომ ჯერ უნდა დასრულდეს ეს რაღაცა კონკრეტული ურთიერთობა, კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული მდგომარეობა თუ აი ეს ვიღაცა არსებობს თქვენ ცხოვრებაში
აქ ხა ვიღაც შეიძლება რაღაც მომენტში იყოს მეუღლეც მდგომარეობაც, ხო ვთქვათ, და თუ დაასრულებთ თქვენ აქ იმ ურთიერთობას, მერე უკვე არის შანსი იმის, რომ რაღაცა ურთიერთობაში დაალაგდეს, მაგრამ ამ ეტაპზე განვითარებას, როგორც ასეთი პერსპექტივას ამ ადამიანთან ვინც აქ ჩაიფიქრეთ, მე ვერ ვხედავ. აი, ბოდიშით დავაცემი და დავამტკიცე კიდევაც. აქ არ ჩანს ეს. აქ უფრო ჩანს ის მომენტი, რომ პირიქით, რაც უფრო მეტი ტყუილი არის თქვენს ურთიერთობაში, მით უფრო ნაკლები არის შანსი რაღაცის დალაგების. და აი, უნდა დამთავრდეს რაღაც მომენტში, ეს ერთმანეთთან თითქოს იცით როგორი მომენტი, აი, არც ეხსნებით ერთმანეთს, არც აძლევთ საშუალებას, რომ ერთმანეთი კარგად შეისწავლოთ, ხო? და თან ეს სამკუთხედი, ანუ აქ აშკარად სამკუთხედის მდგომარეობა არის და ადამიანი ფიქრობს, რომ განვითარების მომენტი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ დაამთავროთ მეორე ურთიერთობას. და ან შეიძლება იცით რა მომენტიც იყოს, რომ ჯერ თქვათ რაღაცა არ ხართ ბოლომდე და არ გაქვთ დასრულებული წარსული ურთიერთობა, რომელიც გიტივტივდებათ, რომელიც თქვათ გეხმიანებათ როგორც მეგობრის სტატუსით, ხო არის ესეთი აი რაღაც მეგობრებად დავრჩით, ხო, ანუ ჩემთვის წარმოუდგენელია ვიყო პარტნიორულ ურთიერთობაში და მე მეგობრებად დავრჩეთ, ხო, აი რაღაცა ცოტა ერთადერთი მეგობრებად შეიძლება დაარჩეთ ყოფილ მეუღლესთან, რომელთანაც გაკავშირებთ შვილები და ხა ესე უბრალოდ შეყვარებული იყო და მე მეგობრებად დავრჩით, ცოტა უცნაურია ჩემი გადასახედიდან. თავზე არ გახოთ ამას, უბრალოდ აი შეიძლება ამ ადამიანთვისაც ეგეთი მომენტი არის და აქ არის მესამე პირები და თქვენი მოლოდინები, რომ რაღაც დაალაგდება ჰაერზე, აქ არ დაალაგდება, მოგიწევთ საუბარი და სიმართლის თქმა, რა გინდათ, როგორ გინდათ, სად გინდათ და რატო გინდათ, ხო, აი ვის ირჩევთ საბოლოო ჯამში და რა არის თქვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელოვანი. თუმცა რაღაცა ესეთი როიტყვან ლაითი ურთიერთობა შევხვდეთ, გამოვისენოთ, ეს სავსებით შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ იმის იქეთ განვითარება, ну, ნამდვილად ვერ იქნება, იმიტომ რომ აქ ნდობის ფაქტორზე გვაქვს საუბარი, ხო? თუ ნდობა არ არის, ურთიერთობაც არ არის, ხო? რაღაცა ეს უფრო ესეთია, რაღაცა ჰაეროვანი შეხვედრებია და არა ურთიერთობა. აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი, ცოტა უცნაური, მაგრამ რას ვიწავთ. იმედია დავაგდებით, იმედია გაერკვევით, სად გინდათ, რა გინდათ და რატო გინდათ თქვენს და მასაც გაარკვევთ საბოლოო ჯამში ვის ირჩევთ, ხო? ვინ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. გაიგეთ, ეს იყო პირველი ვარიანტი და ნახოთ ხო მეორე ვარიანტი, ვინც ერთია წითელი სანთელი. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? აჰა, თქვენთანაც ყველაფერი ახალია, თქვენთანაც პური. თქვენთანაც ჩვენიურად ყველაფერი თავიდან იწყება, ერთმანეთის შეცნობის, ერთმანეთის გაცნობის, თქვენც რაღაცა დაკვირვების ენერგიებში ხართ, მუშაობთ, შრომობთ, თქვენ ცხოვრებას ალაგებთ, ხო, რაღაცა და თან ამავდროულად ურთიერთობასაც აკვირდებით, რომელიც ცოტა ახალ ბედა არის ურთიერთობაში, ხო? რა ენერგიებში ხართ? ნახეთ, აი არ ვიცი ეს რა ხდება, რატო ხდება აქ სულ ესეთი სიტუაცია, ვერ ვიგებ ამ ბოლო დროს სულ რაღაცა სამკუთხედის მდგომარეობების სიტუაცია მესახა. აქ ერთი მომენტი არის, რომ თქვენ ხართ ენერგიებში, სადაც ქალბატონო შეიძლება ბევრი პასუხისმგებლობა გქონდეს განსაკუთრებით, ანუ შეიძლება რაღაც მომენტში ახალი ურთიერთობაა, სადაც არ ამბობთ, რომ თქვათ ყავთ შვილები, ხო, ჯერ რაღაცნაირად არ გინდათ რომ გაუმხილოთ ადამიანს, რომ თქვათ რაღაცა სიტუაციურად ისე ფლირტის, ანუ გებრანჭებათ და არ ამხელთ იმას, რომ რაღაცა შეიძლება ოჯახით ყავთ, იმიტომ რომ აქ აშკარად არის ტყუილი, აქ არის მოპარული მდგომარეობა, აქ არის სიტუაცია, როდესაც რაღაცნაირად ადამიანს ვუმალავთ ჩვენს შინაგან მესაც, ვუმალავთ ჩვენს გარემოებებსაც და არ ვაძლევთ რაღაცა
სიტუაცია შესაძლებელია თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანს ეს ადამიანი ხო არ იტყუება და ხომ არ ყავს მას მეუღლე, ხო, რაღაც ეს მომენტები შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში თქვენ ენერგიებში ახლა რაღაცა ცოტა იმედგაცრუებული მომენტი და ცოტა რაღაც ისეთი თან არის მაინც მაინტერესებს. ხო, აქაც სამკუთხედია როგორც ჩანს. აქაც სამკუთხედი ჩანს როგორც ასეთ. კარგით, ნახოთ აბა რა ხდება კონკრეტულად თქვენ შორის, რა ხდება თქვენ შორის. სამკუთხედები ცოტა რა ხდება თქვენ შორის. ესეთ რა არის, რო გითხრათ, რომ რაღაც ესეთი მომენტები ხდება, აი ერთი ნაბიჯს წინ გადმოვდგავთ, მეორე ნაბიჯს უკან გადავდგავთ, აქ რაღაცა უფრო ვეფლირტავებით ერთმანეთს, უფრო რაღაც ემოციებს ვაძლევთ, უფრო რაღაც ვებრანჭებით, ესეთი მომენტი არის აქ. თან აშკარად როგორც ჩანს ვიცით, რომ ეს ურთიერთობა არც თუ ისე სწორი ურთიერთობაა, რატომღაც ესეთი ინფორმაცია მოდის, რატომღაც ვიცით, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება არ იყოს ის ურთიერთობა, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაც თითქოს როგორი მომენტი ესეთ, აი თქვენც კარგად იცით, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვისაც შეიძლება დაეყრდნოთ, რაღაცა ეს მომენტი არის და ნუ ხო აქ შეიძლება დაეყრდნოც არა, აქ კონკრეტულად არსებობს იყოს დაოჯახებული, ყავდეს მეუღლე და ასე შემდეგ და ნუ ახლა ფიზიკურად, როდესაც არსებობს ადამიანი ვიღაცის ცხოვრებაში, ესე მარტივად ვერავის ვერ ჩაანაცვლოს, ხო? რა ხდება თქვენს ურთიერთობაში? ხდება ფლირტი, ხდება ემოციების გაცვლა, ხდება რაღაცა საუბრები, რაღაც შეიძლება ვიღაცას კონდეს კიდევაც ისეთი მომენტი, რომ გიწევდეთ მივლინებები ან რაღაცა შეხვედრები ქალაქ გარეთ, რატომღაც ესეც მოდის აქ ინფორმაცია. შეიძლება და არის კიდე შეიძლება იცით რა მომენტი, რომ აქ შეიძლება ტერიტორიული სიშორეც გქონდეთ ადამიანთან და ეს მომენტიც რაღაცა თამაშობდეს როლს, იმიტომ რომ აქ რაღაცა მოდის ეს მომენტიც, რომ თქვენ გაქვთ ტერიტორიული სიშორე, ანუ არ ხართ ერთ ქალაქში, ან ერთ ქვეყანაში, რაღაც ეს მომენტიც არის. და პლუს მაგას არის თქვენ შორის ის მომენტიც, რომ აქ პარტნიორი დაოჯახებულია. და თქვენც როგორც ჩანს, მგონი აქ თქვენც სამკუთხედი კი არა, ოთხკუთხედი უფრო არის, რატომღაც ესე მომდის ეს ინფორმაცია. არ ვიცი, ვისია გაშლა. მე გავერკვევით ალბათ. ნუ აქ აშკარად ოთხკუთხედია. კარგით, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? ნახეთ აქ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. მე ესე ვიტყვი, რომ აქ ურთიერთობის განვითარება ცოტა რთული იქნება, აქ ურთიერთობის დალაგებაც ნამდვილად რთული იქნება, იმიტომ რომ ამ ადამიანს მოუწევს დასრულება. შესაძლებელია თქვენც მოგიწიოთ დასრულება, იმიტომ რომ ნუ ფიზიკურად გამორიცხული არის, ანუ ვერ გამოვა ოთხკუთხედში ურთიერთობა არ გამოდის. რაღაცნაირად ესე ვიტყვი, რომ აქ შეიძლება ითქვას არც ის ადამიანი დათმობს თავის პოზიციებს და თქვენ ვერ დათმობთ თქვენ პოზიციებს იქ, სადაც ხართ, ანუ არსებულ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე განვითარება მარტივი ვერ იქნება, იმიტომ რომ აქ იქნება აშკარად ყველაფრის განულება, ყველაფრის დასრულება, აქ იმედგაცრუებული მომენტიც გექნებათ. ნახეთ, იცით რა არის, თუ არ იცით რომ ამ ადამიანს რაღაცა აქვს ოჯახი და ყავს ვინმე და უბრალოდ ადამიანი ამ ყველაფერს მალავს და ფარავს და ეხა ამ გაშლიდან იგებთ, რომ შეიძლება ამ ადამიანს ყავდეს ოჯახი, გეტყვით, რომ აქ გაჩნდება თქვენ შორის იმედგაცრუების მომენტი თქვენთვის ყველაზე მეტად და მიხვდებით, რომ აქ განვითარებაზე არის. აქაც განვითარება მხოლოდ და მხოლოდ არის ის, როდესაც ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს მისცემენ რაღაცა დროებით ენერგიას, დროებით ემოციას და შემდეგ დაემშვიდობებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე მხარე აქ აშკარად არის დაკავებული. არ ვიცი, რატომ მოვიდა ეს ინფორმაცია, ალბათ ვისთვის მოვიდა,
მაგრამ აქ არის რაღაცა ისეთი მომენტი, როდესაც არც ერთი მხარე არ ხართ თავისუფალი და ეს ურთიერთობაც ორივემ კარგად იცით, რომ მიუღებელი არის და არ გამოვა ფიზიკურად. აი, მაინც ვიკითხავ ერთი არკანი განვითარება. აი, აქ ემოციური განვითარება, რაღაცა სულიერი განვითარების, ანუ აქ ემოციური განვითარება ექნება, შესაძლებელია ვინმეს დაეხმაროს კიდევაც მატერიალური მდგომარეობითაც, რაღაც მხარდაჭერის მდგომარეობა იყოს, მაგრამ აქ განვითარებას ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში მაინც ურთიერთობა დასრულდება და ურთიერთობიდან ერთ-ერთი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გავიდეს და არ გამოვა ეს ყველაფერი. ამიტომ ამ ეტაპზე არ ჩანს აქ განვითარება სამწუხაროდ. მოკლედ ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი, ცოტა უცნაური გასვლა გამოვიდა მე მგონი დღეს, ორივე ვარიანტი რაღაც სამკუთხედისკენ წავიდა აშკარად და ცოტა ესეთი სამკუთხედებით. მე ბედნიერი ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატება თითოეულ თქვენთაგანს და ნახოთ შემდეგში ვინ მოვა სასაუბრად. დროებით.